ბატონო ინგა ცოტა რთული არის ჩემი მხრიდან ამ საკითხის სიღრმეებით ახსნა, იმიტომ რომ ეს რაღაც პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ. გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუციები საქართველოსთან განსხვავებით, საქართველოსგან კობახიძის და ივანიშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით და ჩატებში მიღებული SMS-ებით არიღებენ გადაწყვეტილებებს, აანალიზებენ ფაქტებს, მტკიცებულებებს, უყურებენ სურათს, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის არ ვიცი, ჩემი წარსული გამოცდილება და მით უფრო ეხლა ამ ქვეყანაში და არა მარტო ამ ქვეყანაში დარწმუნებული ვარ, არ გაუჭირდებათ ადამიანების შემოწმება იმ ნაწილში, ეს ადამიანები რაიმე ფორმით იყვნენ თუ არა ჩართულები რაიმე ძალადობრივ ქმედებებში. ამ ადამიანებს მართლა აქვთ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები. ეს ადამიანები მე პირადად მართლა მონაწილეობდი თუ არა რაიმე ფორმით გადატრიალების მცდელობაში. კიდევ ერთხელ ვიძახი, რასაც ვაკეთებდი, რაც გავახმოვანე და რაც თქვი სატელევიზიო ეთერში, იმას პრაქტიკაში ვახორციელებ დღეს აქ იურიდიული ფორმით და სამართლებრივი საფუძვლებით და ვთვლი, რომ ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება. რომ არ მომწონს ქართული ოცნება მთელი რიგი მიზეზების გამო და ყველა შესაძლო ბერკეთს გამოვიყენებ იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობიანად და ცივილიზებული ფორმით შეიცვალოს ხელისუფლება და საქართველო დაუბრუნდეს ნორმალურ განვითარების რელსებს, რომელიც უკვე თითქმის 10 წლეული არის, აცდენილი არის. შესაბამისად, ეს ახლა კობახიძის და მურუსიძის სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო და იცით რა არის? აბსოლუტური მასკარადი ჩაატარეს, არათუ მტკიცებულებები, ფაქტები, არაფერი არ იყო. ხო გეუბნებით, პროკურატურამ განაცხადა, რომ სრულ ვიდეოს მე არ უყურებ, რომელიც იყო დაჭრილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მხოლოდ რაღაცა ორი ვიდეოს, რაღაცა 10 წამიანი ფრაგმენტით მომისაჯეს 2 წელი. ხო, ეს ძალიან საინტერესოა ეს შემთხვევა, იმიტომ რომ თქვენთვის თავშესაფრის მონიჭება ემთხვევა ზუსტად ამ პერიოდს, ხო, როდესაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თქვენ კონკრეტულად 2 წლით მოგისაჯათ ქართულმა სასამართლომ, თქვენთვის მონიჭებული თავშესაფარი, პოლიტიკური თავშესაფარი თავისთავად ამ საქმეზე დაჭერილი ადამიანების საქმეზეც ბევრ რამეზე მეტყველებს და ეს ყველაფერი თქვენ თავადვე თქვით, რომ იცოდნენ, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდნენ, თქვენთვის მოენიჭებინათ პოლიტიკური თავშესაფარი, თავისთავად ამ საქმის სხვა ფიგურანტებზეც ალბათ მეტყველებს, რომ რამდენად ადეკვატური იყო მათთვის ამ სასჯელის მისჯა. დიახ. საქართველოში სასამართლო სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ჩემი საკითხი უფრო მანამდე გადაწყდა და მე იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამას მე ვერ დავუკავშირებ, ჩემ გადაწყვეტილებას საქართველოში მიღებული. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც შემიძლია გითხრათ, რისი თქმაც შემიძლია გითხრათ, აქ ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული პოლიტიკური სურათი. ძალიან კარგად იციან ის რეპრესიული მიდგომა, უსამართლო სასამართლო, რომელიც არ არსებობს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ფუნდამენტი, სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. აი აქედან გამომდინარეობს სხვა ყველაფერი დანარჩენი. რომელიც დღეს საქართველოში არ არის, იმიტომ რომ მოსამართლეები არ არიან დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც პროკურატურას მიაქვს სასამართლოში, ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში, უბრალოდ პროკურატურას უკან დაუბრუნებდნენ აი ამ შეთითხნილ, ამ შეთხზულ, ამ რაღაცა მასკარადებს, რომელსაც ისინი წერენ და თან თავარი მოწმეები, რომელიც გამოყავთ, აი რა დონის დაბალი დონე არის, მაგ კუთხით რომ ხო ამუშავებენ პროკურატურაში, ხო ასწავლიან, ხო ამეცადინებენ, ხო აკითხებენ, რომ მიდიან სასამართლო დარბაზებში, ავიწყდებათ, არიციან და ერთმანეთს ფაქტების კონსტატაციას ვერ ახდენენ. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. სრული აბსურდი ტრიალებს სასამართლოში მტკიცებულებების გარეშე და ცრუ მოწმეები რომ მიყავთ, ეს ისეთი თვალნათელია, ამიტომაცაა დახურული ყველა სასამართლო პროცესი და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ სრული აბსურდი ტრიალებს. ირაკლი, სხვათა შორის ძალიან საინტერესო იქნება ეხლა თქვენგან მოსმენა, რა მოხდა ისეთი, რის
გამოც მაგალითად აი ეს 5 სპეცრაზმელი გადაწყვიტეს რომ გაეშვა ციხეში. მე გისმენდი თქვენ, როდესაც თეა ადეიშვილთან ეთერში თქვით, რომ ასეთი პრაქტიკა აქვთ 20 ივნისის მერე ეს უკვე ცხადი გახდაო, რომ 150,000, 300,000 აი ამ ტიპის გარიგებებს უდებენ და ვიღაცეებს აღებინებენ საკუთარ თავზე. ეხლა ჩვენ რა მოცემულობა მივიღეთ? 3 ეპიზოდი დაჭერილი 5 სპეცრაზმელი. აი რა იყო მაინც კი ისაუბრეთ ამაზე თქვენ TV პირველის ეთერში, მაგრამ ეხლა ამ გადასახედი და რა მოხდა ისეთი, რომ თუნდაც იმ 5 სპეცრაზმელის დაჭერა გაუხდათ საჭირო ხარებამ რო თქვა, ჩაუშვეს ბიჭებიო. ჩაუშვეს ბიჭები თვითონ მას ქონდა ინგა ეს პრაქტიკა დანერგილი სამინისტროში, ჩაშვების პრაქტიკა ამათმა დანერგეს, გომელაური ხარება, რიგები იდგა, თქვენ არიცით რა სიბინძურები ხდებოდა კაბინეტებთან, რიგები იდგა ენის მიტანების, ვინ ვიზე რა ენას მიიტანდა და ეს მათი დანერგილი პრაქტიკა და იმიტომ აქვთ ეჭვი, მაგრამ ეს ჩაშვება უფრო რაღაცა მისი ქუჩური მენტალობის გამოვლინება არის და მას სამართლებრივ საკითხებთან კავშირი საერთოდ არ აქვს. რაც შეეხება ამ 5 ადამიანს, აქედან 2 გაითვალისწინეთ, რომ მანამდე იყვნენ დაკავებულები აბსოლუტურად სხვა ეპიზოდზე, სინჯიკაშვილის ეპიზოდზე. ეს ადამიანი უბრალოდ როგორც ჩანს, მე ამათთან გარკვეული მოლაპარაკება აწარმოეს და უთხრეს, რომ ბარემ ეს საქმეები წაიღეთ თქვენს თავზე. მე ვფიქრობ, რომ აი ელისო ჯარიაშვილის საგამოძიებო სიუჟეტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ძალიან დიდ როლს თამაშობთ თქვენ კრიტიკული მედია, რომლებიც ამ საკითხს მუდმივად აშუქებთ და არ აძლევთ შესაძლებლობას, რომ ეს საზოგადოებამ დაივიწყოს და ბევრი სხვადასხვა ფაქტორი დაემთხვა, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი და ასე შემდეგ, ანუ კომბინაციაში რომ შევკრათ და უბრალოდ მიიღეს ეს აწუხებდათ და უნდოდათ და ეხლა უბრალოდ თავიანთ ამომრჩეველს, თავიანთ ასე ვთქვათ ბაბლს, ხო, ეს რაღაცა მიუგდეს, რომ აი ვითომ ანუ ვისჯერა, რომ 5 ადამიანი ბრძანების გარეშე ასრულებდა და მარტო ეს 5 ადამიანი მონაწილეობდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ რა ლოგიკით გამოყვეს ეს 3 ეპიზოდი, როცა ძალიან ბევრი ეპიზოდი არის გამოსაძიებელი, არა მარტო 2024 წლის 28 ნოემბრიდან, არამედ 2023 წლის მარტის აქციებიდან მოყოლებული. ანუ მათი მიდგომა და მათი დამოკიდებულება სამართლის აღდგენას არ ემსახურება. მათი მიდგომა ეს არის უბრალოდ ტყუილი, რომლითაც ცდილობენ, რომ ერთი მხრივ მოატყუონ თავიანთი ამომრჩეველი, მეორე მხრივ მოატყუონ პარტნიორები, რომ ვითომ რაღაც საგამოძიებო საკითხებში ჩართულები არიან, გამოიწვიეს და დამნაშავეები დასაჯეს. აი მეორე ნაწილში, პარტნიორების მოტყუების ნაწილში ეს საკითხი არ გამოუვათ, იმიტომ რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სადაც ხელი მიმიწვდება, ყველა მიცოდეს, როგორ აყალბებენ ამ პროცესებს, რა მეთოდოლოგიით აკეთებენ, როგორ ხდება ამ ადამიანების დამუშავება და ეს ადამიანები რატომ არ არიან ჩართულები და როგორ შეიძლებოდა ნორმალურ საგამოძიებო პირობებში, როგორ შეიძლებოდა მართლა ჩატარებულიყო გამოძიება და ვინები არიან ბრძანების გაცემიდან დაწყებული უშუალოდ შემსრულებლებამდე დამთავრებული. და ყველაზე მთავარი, ანუ ნუ გავავიწყდება, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეული იყო ჩართული მოქალაქეების აი ესეთ უმოწყალო ცემაში. პირველი პირებიდან დაწყებული, ალბათ თუ კი ჩვენ ვინმეს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ხო, გადაწყვეტილების მიმღები. აი ხა როცა ამბობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება დაიდოსო. რას აპირებთ? ეხლა უფრო ალბათ თავისუფალი იქნებით, ხო, თქვენს მოქმედებაშიც, მას მერე რაც პოლიტიკური თავშესაფარი გაქვთ და როგორც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაცია გაქვთ შექმნილი საქართველოს სამოქალაქო საბჭო და აი ამ პლატფორმით აპირებთ თქვენ, რომ რაც შეიძლება მეტი მტკიცებულება დაუდოთ ქართული ოცნების და მათი ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ჩვენს პარტნიორებს. რა არის ეს საბჭო? ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია და ალბათ რაღაცა დროის შემდგომ მოვა უბრალოდ ჯერ ისევ გარკვეულ სამუშაოებში ვარ და ის გუნდი, ის ადამიანები, რომელიც ამ პროცესში ჩართულები არიან, მოხალისეობრივად შესანიშნავი ქართველები, ძირითადად ემიგრაციაში მყოფები, რომლებიც მეხმარებიან
ამ ორგანიზაციებს, რომლებიც დამეხმარნენ ეს ორგანიზაცია შემექმნა, გავაკეთეთ სხვადასხვა საიტები, რომელსაც ორშაბათიდან უკვე ჩაუშვებთ ფართო აუდიტორიისთვის და საზოგადოებისთვის. რამოდენიმე ძირითადი მიმართულება გვექნება ჩვენ. პირველი ის, რომ შევაგროვოთ მტკიცებულებები და მტკიცებულებების საფუძველზე მოვახდინოთ მთლიანად რეჟიმის ერთი მხრივ ილუსტრირება საერთაშორისო დონეზე და მეორე მხრივ სასანქციო პაკეტების მომზადება ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირის, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოში აი ამ დემოკრატიული უკუსლის პროცესში. ვინ არიან ეს პირები? შეგიძლიათ რამდენიმე ჩამოთვალოთ? ეს დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული რიგით შემსრულებლებამდე. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართული არის ამ პროცესში, ამ პასუხისმგებლობას ვერასდროს ვერ გაექცევა. ამ მტკიცებულებების ერთობლიობით და ამ მტკიცებულებებს შევაგროვებთ სამომავლოდ საქართველოში, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, იქაც რო იყოს დამოუკიდებელი სასამართლოსთვის გამოყენებული. მეორე ეს იქნება საქართველოში რეპრესირებული მოქალაქეების იურიდიული მხარდაჭერა სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში გარკვეული ფინანსების მობილიზებას გეგმავთ ფონდის სახით, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში როგორც პოლიტპატიმრებზე, ისე სხვადასხვა დაზარალებულ ადამიანებზე და მესამე ჩვენ საიტით გავხსნით არხს, ერთგვარ არხს და სივრცე შევთავაზებთ საჯარო სტრუქტურის თანამშრომლებს და მათ შორის ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, რომლებსაც მე მესმის, რომ მათ არ აქვთ ამ წუთას შესაძლებლობა გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადადგან, ბევრი მიზეზების გამო. ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად მე მესმის სისტემაში მომუშავე ადამიანების და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ იქ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს. ჩვენ შევქმნით არხს და უსაფრთხო არხს, რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება სრული ანონიმურობის დაცვით და მივცემთ შესაძლებლობას თუ კი ადგილზე ვინმეს რაიმე მტკიცებულება ექნება ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან მიმდინარე დანაშაულებრივ ქმედებებზე, ეს იქნება ჩვეულებრივი დოკუმენტი, ეს იქნება ფოტოსურათი, ეს იქნება ვიდეო, აუდიო, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამ საიტზე აიტვირთება, დამუშავდება, ეს იქნება კონფიდენციალური სრული დაცვით და ამ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ საერთაშორისო დონეზე ერთი მხრივ სასანქციო პაკეტების მომზადებისთვის, მეორე მხრივ თუ ისეთი ინფორმაცია იქნება, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს, რომ ეს საზოგადოებას წარუდგინოთ, საიტებზე პრეს-რელიზის სახით გამოქვეყნდება პერმანენტულად ეს დამუშავებული ინფორმაცია. მერწმუნეთ, ეს როცა ამას ჩვენ გვაქვს კიდევ ყველაზე მთავარი რაც მინდა ხაზი გაუსვა, გვაქვს ძალიან ბევრი მასალები დამუშავებული, რომელსაც ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ და ეს იქნება ძალიან მოულოდნელი რეჟიმისთვის და ძალიან მტკივნეული. ეს შესაძლოა იყოს ხილება მოხდება, ხო? მაგრამ მერწმუნეთ, რომ იქნება ეს ნევსიშლეტა რეჟიმისთვის შიგულში. ანუ ეს იქნება მტკივნეული, იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანების, პირების მხილება მოხდება, რასაც შემდეგ მოყვება გაგრძელება იმ კუთხით, რომ მაგალითად სანქცირებას შეუწყოს ხელი ამ მაღალი თანამდებობის პირების, გადაწყვეტილების მიმღები პირების? აუცილებლად. ყველა, აი ნახეთ, რეჟიმი დღეს დგას საჯარო სტრუქტურაზე და რეჟიმი დღეს დგას ძალოვან სტრუქტურაზე. ერთი და მეორე რეჟიმი ამ სტრუქტურებს ინარჩუნებს ორი კრიტერიუმით: ფინანსური კეთილდღეობით და დაუსჯელობის სინდრომით, იმიტომ რომ აძლევენ წარმოუდგენელ პრემიებს და გარდა პრემიებისა მაღალი თანამდებობის პირები ჩართულები არიან სხვადასხვა კორუფციულ სქემებში და ბიზნესებში და ასე შემდეგ და შექმნილი არის ერთგვარი დაუსჯელობის სინდრომი, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართული არის რეჟიმის მხარდაჭერაში, განსაკუთრებით ძალადობრივი ქმედებებით, არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი რო არ დადგეს. ესენიც აი ეს 5 ადამიანის, რომლებიც ასე ვთქვათ, გაწირეს, ხო, რაღაცა მასკარადი გააკეთეს, დამერწმუნეთ, მაქსიმუმ 1 წელიწადში ეს ადამიანები ან შეწყალებით, ან საპროცესო გარიგებით გამოვლენ, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს მისცემენ ქეშად ძალიან დიდ თანხებს. ჩვენ აი ამ ყველაფერს გადავკეტავთ. გადავკეტავთ ორ ნაწილში, სანქციების ნაწილში, რომ ფინანსური კეთილდღეობა არ ქონდეთ და მეორე მოვახდენთ ამ ადამიანების ლუსტრირებას და მხილებას. ძალიან საინტერესო ინიციატივაა გადაწყვეტილება ამ პლატფორმის ამუშავება. დიახ, ეს არის უბრალოდ ბერკეტი, რისი გაკეთების შესაძლებლობაც დისტანციურად შეგვიძლია ჩვენ აქედან გავაკეთოთ რაღაცა ფორმით, რომ ჩავერთოთ.
მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ პროცესში ჩართული, სხვადასხვა პროცესებში ჩართული, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრების გარეთ და ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს. პირიქით, შეუქცევადი უნდა გახდეს და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ნაწილში. სხვანაირად ჩვენ ქართული ოცნების რეჟიმს ვერ ჩამოვშლით. სხვანაირად ბიძინა ივანიშვილის შესუსტებას ვერ შევძლებთ, თუ ჩვენ არ მოვახდინეთ ამ ადამიანების საჯარო ლუსტრირება და თუ ადამიანებს არ ჩაუკეტეთ ეს სივრცე, რითაც ესენი ფინანსურ კეთილდღეობას იღებენ.